მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. დღეს არის გიორგობა, ყველას გილოცავთ. დღეს შემოვედი ესეთი თემით, სამყარომ მითხრა რომ უნდა გავშალო, ხედავთ წმინდა გიორგის ხატს და ესე იგი, როგორ დაისჯებიან თქვენი მტრები, რა ბუმერანგი წაუვათ და მისდით თქვენს მტრებს, რომლებიც არ გეშვებიან, ცხოვრებას გიმწარებენ, ოჯახებს გინგრევენ, აი უბრალოდ ავადმყოფები არიან და ამოგიჩემებენ, რომ აი ვეღარა და ვეღარ გაძღნენ რა, იმით რომ თქვენ გაგიკეთონ, ესე იგი და მე ცუდი, სიბოროტე. აბა ვნახოთ რა სიტყვის მაღალი ძალები, წმინდა გიორგის სიძლიერით, ძალით, მადლით ყველაფერი უკან ძლიერად მიუბრუნდებათ. ნახოთ აბა როგორ გრძნობენ თავს მტრები. გასაგებია. მოკლედ ამათ თავი აქვთ ადუღებული, იმიტომ რომ ვეღარა სულ თავიდან იწყებენ მენტალზე მუშაობენ, მიხვდით ხო? რაც იმუშავეს თქვენზე, რაც წაიკითხეს, ფერფლით იმუშავეს, კვამლით იმუშავეს, აქ ჯინი მუსულმანური მაგიაც არის, აქ ცოტა კიდე შამანური მაგიაც არის გამოყენებული, ორთქლზე, კვამლზე, ბალახებს წვავენ და ასე შემდეგ. უყურეთ, სპეციალურად არის კი ესეთი ჩაიდანიც, არა მარტო ჯინი ამოყავთ და სურვილებს ესე იგი რომ პრიკაზობენ რა, რომ უბრძანებენ რომ ესა და ეს სურვილი შეასრულონ. ესე იგი იღვიძებენ დილით და ღამით იძინებენ იმით რომ თქვენ გაგიმწარონ ცხოვრება. რა და როგორ არიან და ტვინი აქვთ ადუღებული, ვეღარ გაიგეს რომელი მხრიდან მოგიდგეს, მიხვდით ხო? და რა გააკეთონ. როგორ არიან და თავიანთი მამაკაცთან გაუფუჭდათ ურთიერთობა ოჯახში, სხვათა შორის ამოდის ბედნაცვალი მამაკაცი და სადღაც არის ეხა გეტყვით 25-დან 30 ზევით კიდე მეტი არა. ბედნიერება აღარ აქვს, ავადმყოფობა დაემართა, კანზე ავადმყოფობა, თქვენ ბედს რო იპარავდა თქვენ იღბალს, თქვენს წარმატებას, მარტო დარჩა როგორც თქვენზე ოცნებობს და ლოცულობს რომ სულ მარტო იყოთ მთელი ცხოვრება, რომ აღარ ყავდეთ პარტნიორები, რომ აღარ ყავდეთ თანამშრომლები, მეგობრები, მარტო ყოფნა ხო, მარტო სიყვარულს არ ნიშნავს, სიყვარულის ურთიერთობას არ ნიშნავს ხო ცხოვრებაში, რომ მიგატოვოთ ყველამ, რომ გაჩხუბოთ და რაზე და ეხა თვითონ სიცივეზე და კრადნიკები რო გააკეთეს, ეხა თვითონ დარჩნენ ესე უკვე აერდაერიათ ჟამკარი. ძალიან კარგი. იცით რა არის, თვითონ გამოიკეტნენ მარტო და მხოლოდ აი ძალაც კი აღარ აქვს ზოგს რომ ფანჯრიდან მაინც გადაიხედოს, მიხვდით ხო? და აი ეს კვირტი, რასაც ელოდებოდა რომ უნდა გახსნილიყო თავიანთი საქმიანობით ხო, ეს ესე იგი ისე დაულპება. ხო, როგორ არიან კიდე და აქ სულ ესე იგი კალდუნები ამოდიან, სულ კაცები, ძირითადად აქ პირველი ხაზი კაცებზე მელაპარაკებიან, აქ ესე იგი ამოდის თევზები ლაპარაკი თქვენზე, ჭორები თქვენ ფინანსებზე არიან დაინტერესებულები, ესე იგი აგრესიულები არიან, აქ არის კიდე რა ნაყოფადობა, შვილობადობაზე რო არ გამრავლდეთ, მიხვდით ხო, რო არ დაწყვილდეთ, რო იავადმყოფოთ, ფინანსები რო არ გქონდეთ, სიმდიდრე რო არ აქ გქონდეთ და ეხა ეს ყველაფერი უკან მიუვათ, უკან მიუცუნცულებს მაღალი ძალები.
ცხრემლები ძალიან კარგი. აბა ვნახოთ კიდეს როგორ არიან. აბა ვნახოთ თქვენი ცხრემლებისთვის, ჩემსა და თქვენს მტერს, უბედურებებისთვის, ტკივილებისთვის, ხო? აბა ვნახოთ რა ბუმერანგს მიიღებენ აი ამ წუთიდან. მტრები. ნუ რა თქმა უნდა, მთავარი ტარო ამოვიდა, იმიტომ რომ ეხა გაჩვენებთ საშინელ ბუმერანგს მიიღებენ. უყურეთ, აი აქ ხო, აი ეს ამის კალოდაა, ხო? აქ ბუები და აქ ნახეთ რა ყახტია. მთავარი კალოდა, ძალა განმეორდა, ხედავთ? განმეორდა ძალა. რა თქმა უნდა, რახან ძალა განმეორდა, მოდი ესე დავტოვებ ცოტა ხანი ბუებს არ ეწყინოს და მე ისევ შემოვაბრუნებ, რომ განმარტავ. რა ჩამოკარგებოდა, ჭაობში ჩავარდებიან, აღარ ექნებათ ის, იცით რა არის? ისინიც კი, ვინც გვერდზე ედგნენ, მოიცელებიან წელში, აი ესე თქვენ რომ კაუჩს გადებენ, ხო? ტვინი ადუღებული აქვთ ცეცხლიენთებად, ციებ-ცხელება ეწყებათ, აი თქვენ რომ ჯადოებს გიკეთებენ და გჩხვლეტავენ და ციებ-ცხელება გახასიათებთ ზოგიერთებს, ხო? მე ვიცი რომ გაქვთ ეს შეგრძნებები. ჭექა-ქუხილი იქნება, ოღონდ წვიმის გარეშე, ეს უფრო ცუდია, პირდაპირ დაარტყავს, პირდაპირ ძირიანად, ესე იგი თავიდან ფეხებამდე, ფეხებიდან თავამდე, ესე იგი ჯვარზე გააკრავს, რასაც ქვია, აი ეს ბუმერანგი მისდის, ესე იგი მეხი დაეცა, უფლისგან დაეცა მეხი თქვენს მტრებს, აღარ ექნება გამონათება, თავისი ოჯახი ძირიანად და საგვარეულო ზურგი შეაქცია და წინაპრებმა ზურგი შეაქცია, აღარ ეხმარებიან, ჭაობში არიან, ჭაობში და რაც სარკეებზე იმუშავებენ. აი წყევლები იმუშავეს ის, ესე იგი უკან პერივორტიშ, ანუ თქვენზე აკეთებდნენ, აი რომ ამოაბრუნო ადამიანის ცხოვრება რა. აი ზემოდანაც და ქვემოდანაც რომ ერთი და იგივე იყოს, ხო? ანარეკლივით, დეჟავუს ცოტა გავს, მაგრამ დეჟავუ არა მთლად. იცით როგორ არის, რომ გიბრუნდებათ ყველაფერი, უკან გიბრუნდებათ რა, ბუმერანგი თითქოს თქვენ გიბრუნდებათ, იმიტომ რომ ესე მუშაობდნენ. უყურეთ, ისევ მენტალი, ესე იგი სულ ვიღაცას ფეხები დაულპება, ასევე ეს სუშნასწები, ეს ბესები, ლარვები ლოთობაზე, ნარკომანიაზე, კაზინო თამაში და მოსაწევი და ასე შემდეგ, ხო? პრივაროტები, მიწებებები, მიზიდვები, ხო? ეშმაკის ძალაზე და შავ ძალაზე, აი ეს ყველაფერი უკან მიუბრუნდებათ, გამოეცლებათ, გამოხმებიან, კანის დაავადებებია, გენაცვალი აქ თმებზე ექნებათ დაავადებები, თქვენ რომ გარეგნობაზე გიკეთებდნენ, ნახეთ და ეს გენაცვალე ნუ ეს 10-იანი ჩემთვის ისევ ტუზივით არის, თავიდან რამდენჯერაც არ უნდა სცადონ, აქ ახალგაზრდა ბიჭია, რამდენჯერაც არ უნდა სცადონ დაწყება, უკვე ვინც ჩემს რიტუალებს უყურებთ დიდი ხანი თუ ცოტა ხანი, უკვე შევიდა ძალაში, იგივე აქაც მეხი აქ რო განახეთ და აქაც უყურეთ, მეხივით დაეცემათ თავიანთი ყველაფერი, რაც კი შექმნეს და რასაც თქვენზე აკეთებდნენ, ის რა თქმა უნდა წაართმევს მაღალი ძალები წმინდა გიორგის დახმარებით. კარგით. ეხლა მაინტერესებს კრადნიკებს რო გვიკეთებენ, აი ამაზე რა პასუხი გაეცემა ჯანმრთელობაზე, ბედნიერებაზე, უზრუნველყოფილი ცხოვრება რო გქონდათ და წაგართვეს, შვილებთან ჩხუბი, შვილებთან. ეხლა აბა ვნახოთ რა იქნება ეს მოპარვებზე მაინტერესებს პირველ რიგში რა პასუხს გასცემს მაღალი ძალები ჩვენს მტრებს. ხო, პირდაპირ საფლავზე გაუშვებს.
მაგათი ცხოვრება იქნება. ხო, უკვე დრო აქვთ ათვლილი, ნახეთ, დრო აქვთ ათვლილი უკვე, მადლობა მაღალო ძალებო. დროა დათვლილი მაგათვის. დათვლილი კი არა, უკვე ათვლილია. დრო დაითვლება მაჯის საათზე, მიხვდით ხო? და აქ უკვე ქვიშის საათი არის ძალიან სწრაფი, მაგიური, როგორც რუნა. უკვე ათვლილია მაგათი ცხოვრების წუთები, მაგათი ესე იგი შვილები ზურგში აქცევენ, იავამტყოფებენ, სიკვდილიანობა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს საფლავზეა, ტყეში, ჭაობზე და ასე შემდეგ ხეზეა გაკეთებული, მიხვდით ხო, გზაჯვარედინებზეა გაკეთებული პირდაპირ ტყეში თან, წარმოიდგინეთ საფლავის გზაჯვარედინზეა, დიდ გაურკვევლობაში იქნებიან, რომ რა ხდება. თქვენზე რა ესე აჭედებდნენ რაღაცებს და ლურსმებით და ასე შემდეგ, ხო? ეს არის უსაშინლესი მაგია, ეს არის რაც კი არსებობს და რაც არ არსებობს, ისიც კი რო აქვთ გამოყენებული, აი ეს ყველაფერი მიუვათ, ძალიან კარგი. აბა კიდე, ანუ კრადნიკებზე ვიკითხე, არ დაგავიწყდეთ. ხო, 22 მაგიური რიცხვი დაჯდა თან, ყოჩახ. ნუ გზები ჩაეკეტებათ ოჯახში. სტუმრები აღარ მოვლენ, კლიენტები აღარ ეყოლებათ, ვიზეც მუშაობდნენ, ვისთან ერთადაც მუშაობდნენ, უпростоრედ ისინი ზურგში აქცევენ. თოარის ანგელოზებიც კი დასჯის მათ, ნახეთ რა, როგორი ძლიერია რა, ნათელი და მაღალი ძალები. წრიულში რო იყავით, ნახეთ, მარტო რო გიავამტყოფათ, მხოლოდ რო გიავამტყოფათ, რო აღარაფერი აღარ დაგიტოვეს, წარმოიდგინეთ, ეს ხართ თქვენ და არაფერი აღარ დაგიტოვეს, გაგახმეს, გამოგშიგნეს, ტვინი გაგიყინეს, რასაც ცუც არ აკეთებდა ან თქვენიანი, ან თქვენ, ისიც კი დაგაწყებინეს, შეიძლება ცუდი ფიქრიც კი, ესეც ეშმაკისეულია, მიხვდით ხო? აი თვითონ თვარის ყვავებზე პირდაპირ შავმაგიაზეა გაკეთებული, პირდაპირ სიკვდილზეა გაკეთებული რა, ეს ჩემთვის არის 4-იანი ხმალივით, რომ დაწექი და აღარ ადგეო, მიხვდით ხო? ყველა კარებები ჩაეკეტებათ, დაეხურებათ, თვითონვე გამოიხურავენ ამ ტკივილებისგან კარებს, უკვე თქვენთვის და ჩემთვის აღარ ეცლებათ, იმიტომ რომ პირდაპირ უყურეთ სასაფლაო, ესეც ნახეთ როგორი მაგია, მარტოობა, გახმობა და საათი ათვლილია უკვე მათთვის, მიდის ნახეთ სასაფლაოზე რომ დაწვეს, მე და თქვენ ვინც გვისურვა, ჩვენი მტრები, ნუ თავისი ყოველთვის მე თან ჩემი ძალებით ერთ-ერთში ვუბრუნებ, არც ჰაერში უშვებ, არც პირდაპირ უკან ვუბრუნებ, რომ მოხდეს ზურგში. აქ თქვენ ზურგში გირტყავენ ძირითადად უყურეთ, ზურგიდან გებრძვიან, იმიტომ რომ აქ ძლიერი ადამიანებიც ხედავ მე არიან და ფიზიკურადაც და სულიერად და უფრო ენერგეტიკაზე მაქვს საუბარი, მე ყველას არ აქვს ძლიერი ენერგეტიკა და გირტყავენ ზურგში, იმიტომ რომ ყველაფერი გამოსცადეს და ვერ დაგაწვინეს, მიხვდით, ვერ დაგაწვინეს. არა, იყო ჩაწოლა, მაგრამ თქვენ ახდექით. იყო აქ შეიძლება ექიმთან მისვლა, ოპერაცია, ესა, რომ გაგეგოთ რა გჭირდათ. ხო, ეხლა თვითონ შეექმნებათ პრობლემები. ქვევიდანაც და ზევიდანაც ქვიშა დააყარა უფალმა, ამაზე მეტი საშინელება რა გინდათ, ხო? ჭექა ქუხილზე უარესია. კარგით. აბა ვინ არის კონკრეტულად აი ეხლა ამ წუთას ვინ გებრძვით, აბა ვინ არის თქვენი მტერი? ოჯახიდან თქვენი სისხლით ნათესავი, ეს არის როდ, სისხლით ნათესავი. კი, გპარავთ. ნახეთ, ვირთხები ყავთ ოჯახში, სისხლით ნათესავებში, ხედავთ, წინაპრული ხაზი დაჯდა, წინაპრები და მამაკაცი ამოდის, უყურეთ.
მამაკაცი ამოვიდა ამ ეტაპზე. ხო ვამბობდი სულ მამაკაცზე მეთქი მამაკაცზე. იცით რა არის? ოჯახიდან შეიძლება დიშვილია, შეიძლება ძმიშვილი, შეიძლება როგორ იცით დეიდაშვილი, იმის შვილი. ხო არის ესე აი წლებით შეიძლება როგორ არის ხანდახან ესე ემთხვევა ხოლმე რომ ბიძაშვილის შვილი, დეიდაშვილის შვილი, მამიდაშვილის შვილი, რომ ესე იგი თქვენ ან მამიდად გამოდიხართ, ან დეიდად, ან რაღაცა ხო და მე მაგრამ თანატოლები ხართ. აი ესეთი თემაც შეიძლება გათამაშდეს, ამასაც დაუკვირდით. ნუ ოჯახის წევრები სისხლით ნათესავები გპარავენ, უყურეთ ვინ არის, გპარავენ, აი ამ ყველაფერს გპარავენ, რაც კი გაგაჩნიათ, აბსოლუტურად გპარავენ ვირთხები, თაგვები, რომ ესე იგი ვეღარ გაძღნენ და აქ სარკით აკეთებენ, ანარეკლია, სარკით მუშაობენ, სარკის ჩაკეტვა აქ უფრო ამოდის, სარკისებური ჩაკეტვა, სად არის ის ტარო, აი უყურეთ სარკისებური ჩაკეტვა აქაც უკან და აქაც არის სარკისებური უკან უდგას შავი სარკე, აქ ბევრი ვერ ამჩნევს ხოლმე ამ ტაროებს, ზედა მე ვამჩნევ. და უყურეთ რა არის კიდე, მამაკაცი ამოვიდა რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ახალგაზრდა და კიდე ეს როგორც რაიდეროიჩი რო აი აქ რო ვშლი ხოლმე ამით, ხო? როგორც რაინდი ამოდის ახალგაზრდა, მაგრამ აქ უყურეთ მეფე, კაროლი გული უდგას და კაროლი გული, ტუზი გულია, ეტყობა კაროლი გული ამოვიდა, ესე იგი მეფე ამოვიდა, იმათ რა ქვია, სულიერად, ესე იგი სამი პიროვნებაა, უყურეთ, სამი, ერთად შეიძლება სხვადასხვა, შეიძლება ერთად და ერთიანად გირტყავენ და შეიძლება ერთმანეთს არც იცნობენ, მაგრამ თქვენ ოჯახზე ურტყავენ, მიხვდით ხო? და თქვენს მამაკაცზე ურტყავენ, შეიძლება შვილზეც ურტყავენ. აბა კიდე ვინ არის, ერთიც ვიკითხოთ, კიდე ვინ გებრძვით, კიდე ვინ არის ჩემი და თქვენი მტერი, აბა ვნახოთ. ნუ იქეთ წავედი თუ აქეთ წამოვედი, მაინც ოჯახი, სამსახური, ვინც ჰარმონიას გირღვევთ, უყურეთ. ხო, ეს არის ძალიან მაგიური, უყურეთ, დათვი მაგიაში არის პირდაპირ დამანგრეველი, პირდაპირ ნახეთ რამხელა წინააღმდეგობები ამოვიდა, ესე იგი, საიდან არის ეს ჰარმონიას არღვევს ვინ არის და ესე იგი, რვიანი ყვავში ჩაჯდა, მაინც გამოვაჩენ კიდე ვინ არის, შეიძლება ქალიც იყოს, იმიტომ რომ კაცის ენერგიით უყურეთ, ჰარმონიას არღვევს თქვენსას, თქვენს ძალებს იპარავს, რა ძალებიც გაგაჩნიათ, შეიძლება ბორშს აკეთებთ და წვნიანს ხო, სულ ისე კარგად, რომ ეგეც ძალებია, მიხვდით ხო? ესე იგი, ეს რვიანი ხმლებივით იზოლაციაში რომ გამყოფოთ და ჩაქსვათ კიდეც, ეს მოახერხა, იყო პერიოდი, აქაც ნახეთ და იცით რა არის, თქვენ სახლში შემომავალია, ქალიც და კაციც შეიძლება იყოს, ორივე ენერგია მირტყავს, რვიანი ყვავი, 10-იანი ყვავი, უყურეთ როგორ არის და ჯვარი იგივე რვიანი ჯვარით, იგივე, ესე იგი, ოჯახის წევრები, ნათესავები გირტყავენ და ვინც თქვენი თანამშრომლები ოჯახშია შემოსული, ნათესავები, ესე იგი, ნათლი მირონობას გადახედეთ, ესეც ხდება, სამწუხაროდ ხდება. აბა გამოჩდი, ერთსაც ვცდი და თუ უნდა მაღალ ძალებს რომ ეს დამალული, ესე იგი ფარულად და დიდხნიანი ჯადოებს გიკეთებთ, მიხვდით ხო? თუ უნდა გამოჩენა
თან ნახეთ აქ 15 ეშმაკის რიცხვია, 10-იანი ყვავი რა არის? დაავადებები, სისუსტე, ყველაფერი ჩაკეტილობა, საერთოდ რომ აღარაფერი აღარ გინდა, დიდი პორჩარვიანი ყვავი, 10-იანი ყვავი ნახეთ, აბა გზები ჩაკეტვა, დიდი წინააღმდეგობებს გიქმნით და გიქმნიდათ, ნახეთ ყველგან აბსოლუტურად ვინ არის და ახალგაზრდა ბიჭია, მაგრამ აქ უყურეთ შეიძლება ამოვიდა, უყურეთ ამოვიდა, ეს არის წყვილი გოგოებო და ბიჭებო, წყვილია. ესე იგი ვიღაცა ამოდის აქ ცხრიანგული რო გათამაშდა, ეს უკვე ერთიანი იგივე ტუზია ჩემთვის, ხო? ესედაც ნიშნავს 17-8-იანი უსასრულო წყვილი, ნახეთ, წეროები, ესტე რა, წეროები რო წყვილში არ იყოთ, სიყვარულში არ იყოთ, ეს არის საპერნიცა. ბიჭებო, თქვენი მხრიდანაც საპერნიცაა, იცოდეთ, სხვა გოგოა, რომ ესე იგი თქვენ უნდიხართ, გოგოებო, თქვენ კიდე თქვენი მამაკაცი უნდათ, მიხვდით ხო? აქ მეორე და მტერი დაფიქსირდა და საპერნიცაა, გამოხატული საპერნიცა, შეიძლება პირადად არ აყავთ ნანახი, მაგრამ იცით, რომ აი თქვენი მეგობრის ცოლი, ან თქვენი მეგობრის ვიღაცა მიხვდით ხო? ესე იგი დიდი ხანია, აი ეს თემა მიმდინარეობს, გასაგებია და ბიჭიც ამოდის კიდე, მეორედ დაფიქსირდა, და წყვილშიც არიან, შეიძლება დაძმა არიან, არ გამოვრიცხავ, თანამშრომლები, მეზობლები, გადახედეთ, გვერდი და აბა რა, როგორ დაისჯებიან აი ეს ხალხი თქვენი გამწარებისთვის, ხო? აი თქვენი თითოეული ცრემლისთვის, მაღალი ძალები, რა ბუმერანგი დაეწია უკვე კიდე, ნახოთ. გავაგრძელო? წესით აღარ უნდა გავაგრძელო, მაგრამ ამოვყრი კიდე ორს. კუბო, პირდაპირ ჩაწვებიან, თან დღეს გიორგობა, ნახეთ, ეს ჯაჭვები, ბორკილები, რაც თქვენ, ესე იგი, ცხრიანი ყვავი 28-იანში უსასრულოდ გაგიყვანეს სიტყვაზე მე და თქვენ, ხო? ესე იგი, დაავადდებიან, ისეთი დაავადება, რომ კიბო, კანი, აი ესეთი ვირუსები, აი ეს ლოთობა, აი ეს ნარკომანია, აი ეს მრუშობა, მამაკაციც ხო მრუშობს, არა? ასე შემდეგ და პროსტატა და ასე შემდეგ, აი ეს არაცდება, ამინ, არაცდება. ოხო, ვერ გამოვა, ჩაიკეტება, მადლობა წმინდა გიორგი. აი, ნახეთ, აი შეგვეწიოს მისი მადლი, ძალა. ნახეთ. ბუმ მითხრა რომ შემაბრუნეო, მოდი შევაბრუნოთ, ბრძენი, არ ვაწყენინოთ, სანთელი გაინძრა, ყველაფერი გაინძრა და გაირხა. სიკვდილი კუბო და ისეთი დაავადებით, რომ იწვალებს, თვითონ ინატრებს სიკვდილს და უყურეთ, ვერ გამოვა აქედან. ვერ გამოვა. ამინ. ვერ გამოვა, მადლობა უფალო, მადლობა მაღალო ძალებო და მადლობა წმინდა გიორგი. ეხა აქ ვნახოთ, მოდით. ერთი წუთით გოგოებო. სხვათა შორის რომ უნდა დამსვა სამყარომ რომ ბუმერანგზე ილაპარაკეო, ეს ტარო თვითონ მომყვა ხელში, ქვევითიდო აი ტაროები როდებს ქვევითიდო ქვემოთ, ძალიან ქვემოთ და ისე დამიძახა რომ ძალიან გთხოვნინიაო. ხო, ეხლა ვნახოთ, აბა, სხვათა შორის ეხა მუღამში შევედი. უფრო როგორ იცით, აი ამას არ ვაპირებდი მე ხა მუხასტაროს გამოყენებას, მაგრამ რაღაცას მეუბნება, ესე იგი რაღაცა დანამატი უნდა, რა თქმა უნდა, აბა კიდე არის ვინმე, ესე მეუბნებიან, ეს იკითხე, აბა კიდე არის ვინმე მტერი, მფარული მტერი? აბა ვინც მე გვებრძვის, მე და ჩემს კეთილსინდისიერ გამომწერებს. აბა ვნახოთ. თქვენი ნათესავი ამოვიდა, ისევ სისხლით ნათესავი, ხედავთ, გააქტიურდნენ მტრები, რომ
ვინდა რომელიც ლოცულობს რომ თქვენი ფინანსები კრადნიკებს რო აკეთებს რო დებდა კრადნიკებს ხო რომ გადაიზიდოს თვითონ ლოცულობს ზის ეს ფარული მტერი ნახეთ ნუ ხო თქვია რა ესე იგი ჯანმრთელობაზე და ასე შემდეგ ნახეთ ქალბატონი დაჯდა ეს არის ორი ცალი ფარული მტერი ორი ფარული მტერი ამოდის ესე იგი და რა ბუმერანგი დაეწევა გასაგებია საკმარისია ამას დავდებ ესე ახლა უყურეთ ეს ჩვენ ჯანმრთელობაზე 2-5-იანი არ არის სასიაუნო ერთი პინტაკლების და ერთი კვერთხების ამას დიდი განმარტება არ სჭირდება რომ ავადმყოფობები ეს არის შეიძლება ბებია და შვილი იყოს ერთად შეიძლება ნათესაობა ერთად მიხვდით ხო არ არის გამორიცხული ბებიას ძალა აღარ ყოფნის ან უფროს თაობას ძალა აღარ ყოფნის ვინც არის ეს ქალი და ახალგაზრდებს იყენებს მაგრამ ეს გოგო მარტო არა ამას აქვს ხე, აქვს გამრავლება, აქვს სისხლი, რტოები, უყურეთ ჯადოქრული რომ ესე იგი შიგნით შეიძლება ძმებს, ნათესავებს და დეიდებს, მამიდებს და ასე შემდეგ დაიხმარებს. ხო შეიძლება დედამთილიც იყოს, შეიძლება სიდედრიც იყოს, არ გამოვრიცხავ და რაზე? ნუ ფულზე, თქვენს ჩემსა და თქვენს წარმატებაზე, სიმდიდრეზე. უყურეთ, ჯეკპოტი ეგონა რომ მოხსნიდა ჯეკპოტს, მაგრამ ნუ სპილო ყველაფერია, ხო, დიდი ძალაა, ხო? ყველაფერს კპარავდათ აბსოლუტურად. ხედავთ, აი ფარული ისინი უკვე ამოვიდნენ, უკვე გამოაშკარავდნენ. რა ბუმერანგი დაეწევათ და ესე იგი ფულს ვეღარ იშოვიან, მამაკაცები წავლენ მათი ცხოვრებიდან და თვითონ მამაკაცს შეიძლება ძმაკაცები წაუვიდნენ, შეიძლება ასე მიხვდით, ხო ყველა ვინც კი მის გვერდით იდგა და ეხმარებოდა, თავიანთ სახეს დაინახავენ მის გვერდში მყოფები და დაანგრევა სრული კატასტროფა ექნებათ. ნუ ფინანსებზე ხო აღარა მაქვს ლაპარაკი, საერთოდ დეგრადირებულები იქნებიან, იმიტომ რომ ფინანსებზე დაჯდა მიხვდით ხო ეს ხო საერთოდ ნუ ცხენი შეიძლება ავტომობილიც იყოს გადაადგილების საშუალება ავარია მოუხდეთ და ასე შემდეგ ამინ ძალას კარგავენ აბსოლუტურად აღარა აქვთ ის შემწეობა და იმედი დაკარგეს ესე იგი მისი ძალა ლომი მაგიაშიაც არის ძალიან ესე იგი აგრესიული ყველაფერს რო კპარავს პიროლობა რო უნდა თქვენი იდილია რო უნდა თქვენი ესე იგი ყველაფრის გადაზიდვა რო უნდა რა გადაზიდვა ამას ხო ქვია კრადნიკებს ვეძახი მე რასაც კპარავენ ხო კრადნიკები თქვენი წინა ესე იგი ლიდერობა უნდა და ნუ მე ვარ და მე უნდა ვჩანდე მიხვდით ხო და როგორ იცით ახლა თვითონ აი ეს ხალხი რო შეაქცევს ზურგს დარჩება რისი ესე იგი თქვენ რო ბუმერანგებს უშვებთ თქვენს მტრებს ხო აი ნეგატივი ამომდის უკვე კარგია რეზონირდა უშვებთ თქვენს მტრებს როგორ იცით დაცვები ხო ეხევათ ტყავიდან სისხლიდან და იმიტომ რომ ჩემი ძალა მართლა ძალიან ძლიერია მე ხო ვიცი და წართმევას ცდილობენ, აჰა, ამას ჩემ თავზეც ვიტყვი, ცდილობენ წართმევას, მაგრამ ვიტყოდე ახლა რა, სულ ნატურაზე ჩამომიკიდია მაგათი ასე და ისე ყველაფერი გაკეთებული. და უყურეთ დაცვები აღარა აქვთ, შეშინებულები არიან, ვეღარ იცავენ თავს, ისეთი გამყარებულები ვეღარ არიან, მიხვდით ხო? უსასრულოდ ცხრიანში გავიდნენ, უსასრულოდ გაჩერდნენ, მიხვდით ხო? და უყურეთ ეს მე და თქვენ მზე ბავშვები თან ჩქარა ხელიდან გამივარდა გზების გახსნა არა მარტო გზები რაზეც დავდივართ და ფეხებით რო დავდივართ წინსვლა ცხოვრებაში ყველანაირ სფეროში ურთიერთობებში და ასე შემდეგ სამსახური კარიერა კრედიტები ბანკები ბინები მანქანები გზის გახსნები საზღვრების გახსნები შვილიშვილების გაჩენა შვილის გაჩენა დაორსულება ეხა ესე მითხრეს ეს თქვიო დაორსულება მაქვს მე რიტუალი ტყუილა არ იტყოდნენ სამყარო რომ ორსულობაზე არის და უყურეთ ყოველ თვე უყურეთ
მოვიდეთ ეკლესია, რიტუალი ჩემი და აი ეს ყველაფერი ლოცვა გიშველით. აი ყველაფერი ფინანსები, ხასიათის დაბრუნება, სილაღე რო წაგართვეს, სიმხიარულე თქვენი ხასიათი და ასე შემდეგ. განწყობა რო აღარა გაქვთ, აღარ გინდათ, აღარც გაიცინოთ, აღარც გახვიდეთ. აი ეს ყველაფერი მე და თქვენ გვიბრუნდება მხოლოდ და მხოლოდ ჩემს გამომწერებს. ისე არ რეზონირდება და კეთილსინდისიერს. მე აქ ერთმა ჭკვიანმა მომწერა, მე ერთ რიტუალში ვთქვი, ეს თემას ეხება და მელოდეთ იგივე ამინია. თემას ეხება, რომ ესე იგი ვამბობ, რომ მე არ ვიმალები მეთქი და არსად ასე და ასე, ყველა მიცნობს მეთქი დიაგნოსტიკებზეც და ასე და ასე. ჩემო კარგო, იცი რა არის, რომ წერ, მადლობა მაინც მოუხადე სამყაროს, ჯერ ზდილობა იქონიე, დამენახე, აი ესე რომ წერ კომენტარში, ვაშკაცი ხარ მაგით თუ ქალბატონი თუ ხარ ვაშკაც უნდა გონია თავი, ამით სამყარო უკვე დაგსაჯაშენ და კი ბატონო დაგენახვები, ჩაეწერე ჩემთან კონსულტაცია სხვა არის, გოგოებო ბიჭებო, ნუ გეშლებათ, კონსულტაცია სხვა არის, დიაგნოსტიკა სხვა არის, პირადი გაშლა სხვა არის. კი, ყავაზეც ჩაგიხედავთ, სანთელზეც და ასე შემდეგ. ოღონდ სანთელს ცოტა დრო უნდა, წინასწარ უნდა ვიცოდეთ. ჩაწერები წინასწარ არის, ჩაეწერე, რო გინდა რომ დაგენახო და დაგენახვები კამერით და გაგიშლი, გამესაუბრე, გაგესაუბრები, თუ რამე გაწუხებს. თუ არა და როგორ ბუმერანგსაც დაწერ, ესე იგი უკვე წამოგივიდა ბუმერანგი, აი რა ვთქვი, მეგობრებო, ნახეთ დღეს წმინდა გიორგობაზე თან. იგივე, ესე იგი, რასაც დაწერ, იმას კითხულობს, ენერგეტიკულად მისდის სამყაროს და აუცილებლად დაგიბრუნდებათ. ცუდად დაწერ, ცუდად დაგიბრუნდება. კარგად დაწერ, კარგად დაგიბრუნდება და მე ნინია, მე რო ვამბობ ნინია, მე არც ნონა ვარ, არც ნინო ვარ, არც ნანა ვარ, მე ვარ ნინია. აი ესე უნდა გითხრათ ახალ გამომწერებს. მოკლედ ჩემო კარგებო, არ გემშვიდობებით, წმინდა გიორგის მადლით ძალა შეგვეციოს, ტრებს ნახეთ ხო რა მოუვიდა და აი ამით გაგაცილებთ. არ გემშვიდობებით, მიყვარხართ მომავალ შეხვედრამდე გაუფრთხილდით თავებს.